დისციპლინა არის საკუთარი თავის სიყვარულის ყველაზე მაღალი გამოვლინება. დისციპლინირებულ ადამიანს შეუძლია მარტო სიყვარული. ყოველ დღე ხო შენც ეხლაც გადიხარ რეაბილიტანტებთან გზას? კი, ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წამს, ეხლაც რო ჩავხედავ ხოლმე ტელეფონს, რამე მნიშვნელოვანი ხო არაა მოსული, მაგას ვაკვირდე, იმიტომ რომ ავდგები და გავალ. რამდენი მნიშვნელობა აქვს რომელი საათია. პასუხისგებლობა რამხელა არა რეაბილიტანტების მიმართ, რომლებიც იქ არიან, მათი მშობლების მიმართ, რომელიც ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ დღე ალბათ რეკავენ, გეკითხებიან, რომ ავი ჩემი შვილი რა შვება, როგორ არის. მე ვიცი, რომ შენ ატარებ ასევე თერაპიებს დამოკიდებული ადამიანების ახლობლებთან, რომლებიც ძალიან ახლო კავშირში არიან. ფაქტიურად მე გავფუჭდი სახლში. სახლში ჩემი შეკეთება არ მოხდება. ჩვენ ტელევიზორის სახში როგორ ვიცი, სახლში არ ვაკეთებ, მივაქვს. ხელოსანთა სხვაგარემოში სადღაც აკეთებენ და ჩემი სახლისთვის ადაპტიურს ხდიან რა. თუ მეტყვიან, თუ ბავშვმა გადავაგდო, მეტყვიან, რომ ცოტა მაღლა დადები. ანუ ჩემი სახლისთვის ადაპტიურად უნდა მოვა. გასაგებია ხო? ანუ თუ ეს ადამიანი მაცივარი არ არის. ადამიანი ტელევიზორი არ არის. მე ვერ წავიღებ ამ ადამიანს, ვერ შევაკეთებ და უკან ვერ მოვუტან. აქ არის მთელი პროცესი, მთელი ოჯახი იღებს მონაწილეობას და ჩართულობას და ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა, ეს არის მთელი ოჯახის პრობლემა, იმიტომ რომ ეს ადამიანი იქ აღიზარდა, იმ ოჯახში ვერ მიიღო და ვერ დაიკმაყოფილა ის მოთხოვნილებები, რომელიც და ვერ გადაჭრა ის ამოცანები, რომელიც უნდა გადაეჭრა.